მეც ბევრი პრეტენზიები მაქვს აი თქვენი მხრიდან. ნუ ახლა აქ ამ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას რომ როდესაც ღვინო ჯერთი ნუ გამოდიან მაგალითად ასეთი ფრაზეოლოგიით რომ აი უნიკალური ჯიშის, უნიკალური რაღაც ყველაფერი უნიკალური. მაგრამ შეიძლება მართლა უნიკალურია. მაგრამ ამ ღვინის ასე ვთქვათ მუდმივობის შესანარჩუნებლად გჭირდება რაღაც მატერიალური დანახარჯი და რაღაცა ცოდნა, რაღაცა აბსოლუტური თანამიმდევრული გეგმა, რომლის მიყოლის შედეგად შენიღებ ამ თანაბარი ხარისხის პროდუქტს წლიდან წლამდე. სტაბილურად. და პირველ რიგში რასაკვირველია, ეს ისევ და ისევ ვენახია. რა თქმა უნდა. ისევ და ისევ ვენახი. და არის ვენახი და ვენახის მოვლის წესი. კი ბატონო. ეს ერთი, შემდეგ მეორე წესი, რომელიც არის ეს ვენახი ყურძენი როგორ იკრიფება, შემდეგ როგორ მიეწოდება, როგორ მიდის და კიდევ უამრავი მრავალი ნიუანსი, რომელიც გრძელდება ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. ანუ რეალურად შენ რომ ღვინის ხარისხი მიიღო, არ არის აუცილებელი პირველ მხოლოდ ის სურვილი რომ შენ გინდოდეს კარგი ღვინის წარმოება და კეთილშობილი ადამიანი იყო და ამას სჭირდება რაღაც მრავალი კიდევ ტექნიკური ნაწილი, რომლის ყოველწლიური გამეორების შედეგად შენ შეგიძლია თქვა რომ რაღაც გარკვეულ სტაბილურ ხარისხს იღებ წლიდან წლამდე. ბრენდის უკან მდგარი პროდუქტისა. ბრენდის უკან მდგარი პროდუქტის. ანუ ეს ბრენდის სახელი გამაგრებულია ამ მთელი ამ ტექნოლოგიური ციკლი და საკმაოდ დიდი ინვესტიციით. ეს ცოტა არის. და მუდმივად განახლებადი ცოდნით. მუდმივი განახლებადი ცოდნით. ერთ-ერთი გულის ტკივილი ჩემი არის, რასაც მე უყურებ, რომ საკმაოდ ხშირად ხვდება, რომ აი საკაცო ბაბუა ჩემი ასე აკეთებდა და მეც ასე ვაკეთებ. და რა ვიცი ხა ბაბუა შენ იმიტომ აკეთებდა ერთ უთხარი, რომ მაშინ სხვა არ იყო. და დღეს ხა უამრავი ტექნოლოგია არსებობს.